მადლობა რომ დაგდეთ პატივი და დღეს ჩვენთან ხართ. ძალიან დიდ საქმეს ამსახურებით თქვენ თავად დასრულებული ვარ, რომ ბართოლომეოს მრავალრიცხოვანი პოეზი და თაობიდან თაობას გადაეცემა. გაუფლის წყალობით საუკუნეებსაც გაუძღობს იგი. რადგან ასე არა მხოლოდ თავად პოეტმა იწინასწარმეტყველა, არამედ მისი დაიკო ქალბატონი ბელა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის პოეზია მთელ საქართველოს გააცნოს და შეაყვაროს. იგი არა მხოლოდ თავის ოჯახის მიმართ გახლდათ მზრუნველი და მოსიყვარულე, არამედ თავის სამშობლოზე გამუდმებით მლოცველიც. თუ წმინდა დიდი ერთობა სამყაროს ყველა არსების, როცა ქართველი ერთობა ღვინოა მათი თასების. საქართველოს ვადიდე, მისი მომავლის ოდოს, მისი წეწყალზე მოჯოს, ღვთისმშობლის ოდოთ. მანამ სანამ თვითონ არის სრულდა, რომ არ ვიყო შენს გვერდით და შენს სიყვარულს არ ტოვებდე, თუ არ გინდა პატივი და თუ არ გინდა მზრუნველობა. სიტყვის ბგერებად გაფანტული მარადიულობა, ასე ერქვა სალონურ საღამოს, რომელიც პოეტ პაატა ბართოლომეო მახარაძის შემოქმედებას მიეძღვნა. ღონისძიების ინიციატორი სკოლა დავითიანის დამფუძნებელი მარინა გოჟკოვა იყო, რომლის მიზანიც პოეტის შემოქმედების დავითიანის მოსწავლეთა თვალით და გრძნობით წარმოჩენაა. დედა ქალბატონ ბელას ყავს საერთო მეგობარი, ბოლნისელი ქალბატონი უნიჭიერესი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ეს არის გუთი ბოლნელი, რომელმაც გამაჩნდა ქალბატონი ბელა და ქალბატონ ბელამ გამოთქვა სურვილი, რომ მისი ძმის შემოქმედება გამეცნო ბავშვობისათვის და ბოლნისელებისათვის. როდესაც დავიწყე სცენარზე მუშაობა, გაოგნებული დავრჩი, იმდენად ღრმა იყო. იმდენად ყოვლის მომცველი იყო, რომ არ ვიცოდი საიდან დამეწყო და მაინც ავარჩიეთ ესეთი თემა, კაცობრიობა, ჩვენი პრობლემები, ზეცა და დედამიწა და აი ასე მოვეფერეთ პაატას და ასე გავაცანით პაატას შემოქმედება. საღამო გაიმართა ზრდასრულთა განათლების ცენტრში, სადაც სპეციალურად მომზადებულ დეკორაციასთან მოსწავლეებმა პოეტის ლექსები თეატრალური იმპროვიზაციით გააცოცხლეს. თემანდელმა დღემ სურვილი გამიჩინა გავცნობოდი უფრო ახლოს მის შემოქმედებას და პოეზიას, ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო მის დას ქალბატონ ბელას, რომელმაც დააძლია ეს საკითხი და განიზრახა, რომ მის პოეზია გაიცნო მთელი საქართველოში და არა მარტო წარმატებები ქალბატონ ბელას, წარმატებები ბავშვებს და დიდი მადლობა ამ საღამოსთვის სკოლა დავითიანს. უკვე მეორედ ახლა აი ამ მოკლე დროში აი იმდენად დავიღვარეთ ცრემლად რომ ღონისძიებას განსაკუთრებულ სითბოს ძენდა პოეტის და მუსიკოსი ბელა მახარაძე, რომელიც საღამოს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიების დასასრულს მან ემოცია ვერ დამალა და საკუთარი ძმის ლექსზე შექმნილი სიმღერა ექსპრომტად შეასრულა. სინათლის და სიყვარულის იყო ბრწყინვალე საღამო, თითეული ბავშვი, როგორი სიყვარულით, როგორი მონდომებით, თან სპექტაკლის სახით, ხო? ეს განსხვავებული იყო ყველასგან და ბედნიერი ვარ, რომ იმყოფები აქ თქვენთან ბოლნისში და ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონმა მარინამ მომცა შესაძლებლობა, რომ თავად მეხილა ეს, იმიტომ რომ შესაძლოა პაატას საღამოები ხშირად მიმართება ჩემს გარეშეც, მაგრამ აი ამ მოკლე პერიოდში რომ ვიმყოფები აქ საქართველოში და თავად მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიხილო თავად, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და მადლობა ყველას, ორგანიზატორებს, მონაწილეებს, თითოეულ ბავშვს დიდი მადლობა. მადლობა სკოლა დავითიანს და მადლობა თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებული მადლობა თქვენ ამ წამოსვლებისთვის. პოეტის ოჯახის სურვილია პაატა მახარაძის შემოქმედება მარადიულად იცოცხლოს, გადაეცეს მომავალ თაობებს, შეიყვარონ და დააფასონოს.